Როგორი ხელისუფლებაც არ უნდა გვყავდეს ჩვენ, მაინც საქართველო არის ყველაზე ახლოს მდებარე სივრცე, როგორც სომხეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან, სადაც აი ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლებს ერთმანეთთან შეხვედრა და გასაუბრება შეუძლიათ. თან საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ზუსტად იგივე გამოცდილება აქვს, როგორიც აზერბაიჯანსა და სომხეთს. პოსტსაბჭოთა გამოცდილება იქნება ეს, რუსეთის იმპერიაში ცხოვრების გამოცდილება იქნება ეს, ასე რომ საქართველოში ძალიან კარგად ესმით ერთმანეთის როგორც სომხებს და აზერბაიჯანელებს, ისევე ჩვენ გვესმის მათი გასაჭირის და მათი პრობლემების. ასე რომ დიახ, საქართველო არის შესანიშნავი სივრცე და ადგილი იმისთვის, რომ ამ ორმა ქვეყანამ ერთმანეთთან დაილაპარაკოს და ოდნავ წინ გადადგას ნაბიჯები. დღეს ბატონმა პაშინიანმაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ უბრალოდ მშვიდობა, არამედ მდგრადი მშვიდობა, ხანგრძლივი მშვიდობა. სამწუხაროდ ჩვენი რეგიონი ხანგრძლივი მშვიდობისგან ძალიან შორს არის, ცალკე უკრაინის კონფლიქტის გამო, ცალკე იმ კონფლიქტის გამო, რომელიც შეიძლება მომავალში წარმოიშვას ზანგეზურის კორიდორის გამო, ანუ ნახიჩევანისა და თვითონ საკუთრივ აზერბაიჯანის დამაკავშირებელი კორიდორის გამო, ასე რომ ვითარება მძიმეა, ეს განცხადებები ძალიან სასიამოვნოა მოსასმენად, უბრალოდ საჭიროა რომ შედეგები მოჰყვეს ამ ყველაფერს. და ესეთი ფორუმები, სადაც საუბარი არის ბაზისურ საკითხებზე, ეკონომიკურ საკითხებზე, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს იმას, რომ ცოტა უფრო მეტი გაკეთდეს აი ამ ხანგრძლივი და მედეგი მშვიდობის. უპრეცედენტო მობილიზებას ვხედავთ ლევან დღევანდელ ფორუმზე, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, რომ ეს არ არის პირველი აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოში, 2015 წლიდან იღებს ჯერ კიდევ სათავეს, როგორც აღნიშნე გადაცემის დასაწყისში. ჩვენ ვიცით, რით არის განპირობებული დღევანდელი მოცემულობა ის, რომ 60-ზე მეტი ქვეყნის 2000 ლიდერი ესწრება ამ ფორუმს. ვიცით, რომ დღეს უკვე სულ სხვა დატვირთვა აქვს აბრეშუმის გზას, ყველა ლიდერმა ფაქტობრივად აღიარა ის, რომ საქართველო არის ენერგოგამტარი, საქართველო არის ვაჭრობისთვის იდეალური ადგილი, საქართველოს აქვს სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია ამ შემთხვევაში და მაშინ, როდესაც რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, პრინციპში ირგვლივ მოცემულობა არის მძიმე და ყველა მიმართულებით ფაქტობრივად გახსნილია ფრონტი, ჩვენ ვიცით რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, ჩვენ ვიცით რა ხდება უკრაინაში. ამ რეალობაში საქართველოს კიდევ უფრო მეტი და ახალი დატვირთვა აქვს. რას მოგვიტანს ეს მოცემულობა, რომელიც დღეს სახეზია მსოფლიოში რეალურად და ახლა უფრო მეტად რამდენად დიდი დატვირთვა აქვს აბრეშუმის გზას ჩვენი ქვეყნისთვის, რომ არ ვისაუბროთ მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში, პოლიტიკურადაც რომ შევაფასოთ ეს მოცემულობა. რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყაროში და ეკონომიკურ ურთიერთობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე აი ამ სატრანსპორტო კავშირებს და სხვა ტიპის კავშირებს, არა მხოლოდ სატრანსპორტო კავშირებს, არამედ აი ამ ტრანზიტის შესაძლებლობებს და საქართველოს ფუნქცია განუზომლად იზრდება მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, სასანქციო პოლიტიკის გატარების შემდეგ, ფაქტობრივად ეს ტრანსციმბირული მაგისტრალები, ასევე რუსეთზე გამავალი, ცენტრალური აზიიდან რუსეთზე გამავალი მაგისტრალები შედარებით უფრო ნაკლებ გამტარიანები ხდებიან, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ იკეტებიან. ასე რომ დიახ, საქართველოს პოტენციალი იზრდება. უბრალოდ საქართველოს ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. თქვათ ამბობენ, რომ საქართველო უკვე არის სატრანსპორტო ჰაბი, არანაირი სატრანსპორტო ჰაბი, ამ ეტაპზე ჩვენ არა ვართ ჰაბი, ცოტა ესეთი სიტყვა უფრო კომპლექსური და ბევრ რაღაცას უნდა მოიცავდეს, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩვენ გვაქვს აეროპორტი, რომელიც არის თურქული კომპანიების ფლობელობის ხელში და დრაკონული ხელშეკრულებით არის შემოსული ტაურბანი ჩვენს დედაქალაქში, ისე რომ წარმოიდგინეთ ქუთაისში მოგვიხდა აეროპორტის გახსნა, რომ იაფი რეისები დაგვენიშნა, საუბარი არის ეს ვაზიანის აეროპორტზე, მაგრამ ჯერ გახსნილი არ არის. საქართველოს ავიაკომპანიები ერთი ყავს მარტო ერთი კინკილაც უცნაური ხელმძღვანელობით და ეს ავიაკომპანიაც ვერ დაფრინავს ვერსად და ფაქტობრივად თურქეთს ავართ მიბმული პორტი ანაკლის პორტია ჩაფიქრებული და რამდენჯერ გაჯანჯლდა, რამდენი ასე თქვა თაღლითი მიესია ამ პორტის მშენებლობის საკითხს ვიცით. ანაკლიასთან მერე რუსეთის ბაზაც არის, რუსეთის პორტის მშენებლობაც არის დაგეგმილი, ასე რომ ჯერ არაფრის ჰაბი არ ვართ. და ეს ფორუმები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მართლაც საქართველომ მიიღოს შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა განვითარდეს და ამას მივახციოთ და ერთსაც დავამატებ.
ჩვენი რკინიგზა, რომელიც საშინაო მდგომარეობაშია, სომხეთის რკინიგზაც კი, რომელიც არის ჩიხური რკინიგზა, ფაქტობრივად იზოლირებული რკინიგზა, ისიც კი მოგებაზე მუშაობს ბოლო წლებში, მაგრამ საქართველოს რკინიგზა, რომელსაც აქვს სომხეთის რკინიგზასთან შედარებით განუზომლად დიდი შესაძლებლობები, ხან წაგებაზე მუშაობს და აგერ მარნეულიდან და ხარაგაულიდან და კახეთიდან ერთი მატარებლის, სამგზავრო მატარებლის მოსახლეობისთვის საჩუქრად დანიშვნასაც ვერ ახერხებს. ასე რომ ეს სიტყვები კარგია, ლოზუნგები კარგია, მიზანიც არაჩვეულებრივია, დიახ, უნდა ვიყოთ ეს გამტარი ჰაბი, ტრანზიტი, მაგრამ უმძიმესი ინფრასტრუქტურული მდგომარეობა ამ ქვეყანაში და ამ ინფრასტრუქტურას ჭირდება ინვესტიციები სახელმწიფოს მხრიდანაც და კერძო სექტორის მხრიდან. აი, შუა დერეფნის პერსპექტივა არის მთავარი საკითხი, რის ირგვლივაც იკრიბებიან მრგვალი მარგიდის ირგვლივ ამდენი ქვეყნის წარმომადგენლები. ლევანი, ჩვენ გადავალთ როდესაც ამოვწურავთ ამ თემას ევროკავშირის საკითხზე და ამ საკითხის მიმართ განვითარებულ პროცესებზე, თუმცა მე მინდა იქამდე გკითხოთ. აი, დღევანდელი მოცემულობა და ის რეალობა, რომელზეც დღეს მიდის საუბარი, ის რომ საქართველო არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი ერთგვარი ევროკავშირის სამომავლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც დეკემბერში, ერთ თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი, გახდება ცნობილი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ერთგვარად იმოქმედებს და ხომ არ ფიქრობთ, რომ ესეც გათვალისწინებული იქნება ევროკომისიის იმ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. განცხადებას უფრო ტექნიკური ხასიათი ექნება და ის შეისწავლის რაღაც მახასიათებლებს, კოეფიციენტებს, აბა რამდენი პროცენტით დაკმაყოფილდა და ასე შემდეგ. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ერთგვარი კი არა, თავარი მიზეზი იქნება სწორედ საქართველოს გეოპოლიტიკური შესაძლებლობები და ჩვენი პოლიტიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა. ასე რომ დიახ, ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს თუ მივიღებთ, მე იმეც გამოვთქვათ და ველოდები ამ ყველაფერს, მხოლოდ იმიტომ მივიღებთ, რომ ამ რეგიონში ვდებარებთ, ესეთი შესაძლებლობები გვაქვს და თვითონ ევროკავშირსაც ჭირდება ის, რომ ჩვენს სივრცეში დასაყრდენი გქონდეს და ჩვენს სივრცეშიც, ასე ვთქვათ, გაფართოების შესაძლებლობა მომავალში გქონდეთ. ასე რომ გადაწყვეტილება მიიღება გეოპოლიტიკური მიზეზების საფუძველზე და არა იმის საფუძველზე, როგორი ურთიერთობა ექნებათ ერთმანეთთან ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. უკრაინის შემთხვევაშიც, მოლდოვას შემთხვევაშიც იყო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენთანაც ესეც კანდიდატის სტატუსის ნაცვლად მოგვანიჭეს ევროპული პერსპექტივა. ფაქტებით ალბათ ყველა იმაზე, რომ ესეც იყო დასაწყისშივე პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. გეოპოლიტიკურზე მეტად ეს იყო რაღაც აი თითქოს საქართველოს კიდე გამოცადეს და აბა ცოტა კიდე დროს მოგცემთ და ასე შემდეგ. შიდა პოლიტიკაზე ზემოქმედების ბერკეტად გამოიყენეს ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც ჩანს არ გამოუვიდათ არაფერი და საბოლოოდ მაინც გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, თუ შეიძლება ჩვენ ვისმენთ რომ აი დღეს მიმდინარეობს აბრეშუმის გზის ფორუმი, ვისმენთ იმასაც რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს, იწყება ენერგეტიკული პროექტები, მოგცემს თუ არა ევროკავშირის სტატუსს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ვართ მათთვის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მოქალაქეების კეთილდღეობაა ჩვენი. მაგალითად, როდესაც დაიწყო ერთ-ერთი პროექტის განვითარება აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით, ჩვენ მინისტრებმა გვითხრეს, რომ მაგალითად ელექტროენერგიის საფასურზე საქართველოში ეს არ აისახება. რომ იგრძნოს ეს სიკეთეები თანაბრად ყველა მოქალაქემ როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს ხელისუფლებამ. და პენსია 20 ლარით კი არ უნდა იზრდებოდეს, თუ ასეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ სტრატეგიულად და ამდენი მაგარი პროექტი კეთდება. ძალიან რთული შეკითხვა, რომელიც თქვენ დასვით, თუ მე ზოგადად შემიძლია გიპასუხოთ. აი საქართველოში ყოველთვის ყურადღებას აქცევენ ხოლმე, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლები, იქნება ეს წინა ხელისუფლება თუ დღევანდელი, თუ რამდენი არის ჩვენი ეკონომიკური ზრდა, რამდენი არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი და მაგალითად, ესე იგი ბატონი ბენდუქიძე ამაყობდა იმით, რომ ჩვენ მივახციეთ 12%-იან ზრდას ჩვენი ეკონომიკის და ეს ობიექტური გაღარიბაშვილიც ამ ზრდაზე ლაპარაკობს, რაც ფაქტია და მართლაც ეს ეკონომიკური მაჩვენებლები იზრდება. მაგრამ ეკონომიკის მეცნიერებმა 100 წლის წინ, ამის 1000 წლის წინ არა, ფიგურალურად ვამბობ, დიდი ხნის წინ უკვე შეიმუშავეს სხვა ინდექსებიც, სხვა საზომებიც. მაგალითად, ერთ-ერთი ესეთი საზომი გახლავთ ჯინის ინდექსი, რომელიც ზომავს იმას,
თუ რამდენად თანასწორად ნაწილდება საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის ის ზრდა, ის დოვლათი, ის მოგება, რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოს და ამა თუ იმ სამეურნეო სისტემას აქვს. ჩვენთან ეს ასე ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას. ჩვენ გვაქვს ხოლმე ეკონომიკური ზრდა, როდესაც ახლა ვანო ჭყარტიშვილს გაეხარდება ეს ზრდა და წინწავა, ფრიდონ ინჯიას გაეხარდება ეს ზრდა და მოგებას ნახავს და კიდე აღარ ჩამოვთვლი, ბიძინა ივანიშვილსაც გაეხარდება ეს ზრდა და სხვა მილიარდერებს, ზოგი თაღლითია, ზოგი არ არის თაღლითი, ზოგი ესე იგი ანაბრების მოპარვის წარმოშობის არის, ზოგი სხვა წარმოშობის, იმათ უხარიათ, მაგრამ ეს ზრდა, ეს ციფრები, ინდექსები, რეიტინგები მომტანია ჩემთვის და რიგითი პენსიონერისთვის. არაფრის მომტანია და მე მინდა თქვენი ეთერის საშუალებით ჩვენს პენსიონერებს მიმართოთ. არავის არ დაუჯეროთ, მეგობრებო, ვინც გეტყვით, რომ პენსია 20 ლარით რომ მოიმატებს, ეს კარგია, ან 30 ლარით რომ მოიმატებს, ამის შანსი და შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ. მომატებაში არ არის საქმე მარტო პენსიის, ჩვენ გვჭირდება საპენსიო სისტემა, რომელიც მაგალითად აგებული იქნება თაობებს შორის სოლიდარობაზე. ბევრ ქვეყანაში იცით როგორ ხდება, რომ აი მე ხო მაქვს საპენსიო დანაზოგი. ჩემი საპენსიო დანაზოგი აქ და ახლა მისი ნაწილი, აქ და ახლა ნაწილდება დღევანდელ პენსიონერებზე. და მე რო დავბერდები, როგორი ეკონომიკური მოცემულობაც გვექნება, როგორი ახალი თაობაც გვექნება, მათი შენატანი გადმონაწილდება ჩემზე. ანუ თაობებს შორის სოლიდარობის პრინციპი არსებობს და უამრავი სხვა საზომი აქვს საპენსიო სისტემას. ეს არის ურთულესი სქემა და ჩვენთან ესე მარტივად 20 ლარი მოგამატე, 1000 ლარი უნდა იყოს, იმას ლიბერტი ბანკი პარავს კი ბატონო, გასაგებია ყველაფერი, უბრალოდ ჩვენ გვჭირდება სისტემური მიდგომა ამ საკითხების მიმართ. აქაც გადანაწილებამდე მივდივართ. ამაზეც სერიოზულად არ მჯერობს. და აქაც ვთანხმდებით ალბათ იმაზე, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება, მივიდეთ იქამდე, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, ლევან, და ეს საკითხები გადაფარულია რეალურად იმ ტრაგიკომედიით, რომელსაც 3-11 წლის და არა მხოლოდ 11 წლის განმავლობაში ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა შევეხოთ თემას, რომელიც მიმდინარე 2 კვირის განმავლობაში არის აქტიურად დღის წესრიგში განხილვადი საკითხი და ახლა კიდე უფრო სხვა სახე მიიღო ამ პროცესებმა. ჩვენ ვიცით და მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ სალომე ზურაბიშვილის სასამართლოს იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ჩავარდა. ქართულ ოცნებას არ იყო საკმარისი ხმები იმისთვის, რომ მომხდარიყო და დამდგარიყო საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. თუმცა ამის მიუხედავად ახლა უკვე სხვაგვარად განვითარდა პროცესები. ჩვენ ვხედავთ მიმდინარე დღეების და კვირის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი აქტიურად ხვდება სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე ის შეხვედრებს მართავს ყოფილ სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან და ბუნებრივია და ლოგიკურია ამ ფონზე საზოგადოებას უჩნდება მთავარი შეკითხვა. მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ხომ არ შეხედავს და დაინახავს საქართველოს ახალ კონფიგურაციებს, როგორ მოხდება გადანაწილება რეალურად მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მხარეების და როგორ ფიქრობთ ლევან, თქვენთან გადმოვდივარ უკვე შეკითხვით, ხომ არ მოიაზრებთ სალომე ზურაბიშვილს უკვე მარტივად რო დავსვე შეკითხვა გაერთიანებულ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მათ შორის მეხუთე კოლონის წარმომადგენლები მყავს მხედველობაში. ხედავთ თუ არა სალომე ზურაბიშვილს აქტიურ პოლიტიკაში ჩართულს? ეს მარჩიელობის საკითხია, მე ამას ზუსტად ვერ გეტყვით. უბრალოდ ჩემი პოზიცია შემიძლია გითხრათ, მე საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვსვამ და მადლიერი ვარ მისი თავისი პრინციპული და ურყევი პოზიციის გამო, ურჩევდი, რომ ამ პოლიტიკურ საკითხებში, ამ პოლიტიკურ ინსინუაციებში და აღებმიცემებაში არ ჩაერიოს. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილმა თავისი მისია შეასრულა, როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს გადადგომის შემდეგაც ექნება თავისი ფუნქციები და ეხა აქ რამდენიმე ბატიტასიკო რო არის საქართველოს ოპოზიციაში, ხან ივანიშვილთან რო არიან, ხან სააკაშვილთან რო არიან, ხან ხაზარაძესთან რო არიან, ასეთ ხალხთან ურთიერთობით მას თავისი გაკეთებული წვლილი შეიძლება წყალში ჩაეყაროს. ასე რომ გინდა ქალ პოლიტიკოსებს შეხვდეს, გინდა მამაკაც პოლიტიკოსებს შეხვდეს, ალბათ ქალბატონი სალომე ცდილობს იმას, რომ ოპოზიციის მხრიდანაც არ წავიდეს დასავლეთში ასოცირების ხელშეკრულების საწინააღმდეგო სიგნალები. მომავალში მე ვფიქრობ, რომ მან არ უნდა მიიღოს აქტიურ პოლიტიკაში, ესე ვთქვათ, პარტიული ლიდერის სახით დარჩენის გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში მოუწევს გაიზიაროს მაგალითად მარგველაშვილის ბედი, რომელიც სრულებით დაიკარგა ქართულ პოლიტიკაში და საერთოდ მე მგონი საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც კი არ დომინირებს. ილია, სხვათა შორის საზოგადოების ერთ ნაწილს და აქაც საკმაოდ ლოგიკურად გაუჩნდა მოსაზრება იმის შესახებ,
იმითაც, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ემისარი ევროკავშირის წარმომადგენლების, ბიძინა ივანიშვილის ემისარი ევროკავშირში. ბატონო ლევან, რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას და როგორ ფიქრობთ, ამის ალბათობა რამდენად დასაშვებია მოკლედ? შესაძლოა თუ არა ამგვარად ვითარდებოდეს პროცესები კულისებს მიღმა და სულ სხვა რეალობას ხედავდეს საზოგადოება? როგორც აღმოჩნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან ჭკვიანი ადამიანი, განსაკუთრებით საჭადრაკო პარტიების გათამაშების დროს, მის ესე გონებრივ შესაძლებლობებს აი ამ პოლიტიკური მახინაციების დაგეგმვისას მე ისევე ვერ შეწყვეტები, როგორც ნონა გაფრინდაშვილი, რას გეგმავს ხოლმე ლაზიერის გამბიტით, მაგას ვერ გამოვიცნობ. ასე რომ ივანიშვილს რა გადაწყვეტილი ეს ნამდვილად არ ვიცი. მე უბრალოდ მაინც მწამს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არის პირდაპირი ხისტი ადამიანი, რომელიც ბევრ შეცდომებს უშვებს, მაგრამ ამ თავის ხაზს არ ღალატობს და არ ამგონია, რომ ის ადვილი გამოსაყენებელი იყოს რაღაც ემისრობისთვის და ასე შემდეგ. შეიძლება უბრალოდ გარკვეულ ფუნქციებს ასრულებს იმისთვის, რომ ისევ ასოცირების ხელშეკრულების პირობები განხორციელდეს, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და ასე შემდეგ. ასე რომ ამაში მე ვერ შემოვალ, ბოდის გიხდით. გუშინ ერთ-ერთმა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობის სიით გასულმა პარლამენტში განაცხადა, რომ ქართული ოპოზიციის ნაწილი მუშაობს იმაზე, რომ საქართველოს არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რაში შეიძლება ეს აწყობდეს ოპოზიციას? სხვათა შორის ამ თემაზე დიდი ხანია მთავრობაც ამახვილებს ყურადღებას და ბრალსდებს ოპოზიციას. და ხათუნა სამნიძის მოსაზრებას, განცხადება დაუდასტურა არაერთმა კოლეგამ, ოპოზიციონერმა კოლეგამ, რომელთაც თქვეს, რომ მათ იციან ამის შესახებ და არაერთი ლიდერისგან მოусმენიათ, რომ გარკვეული ოპოზიციური ძალები და შემდეგ ირაკლი ყობახიძემ დაასახელა კონკრეტულად ვიზე იყო საუბარი და მან თქვა, რომ ეს არის ლელო, ეს არის რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობა და კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია, მოკლედ ოპოზიციონერი დადიან ევროკავშირის წარმომადგენლებთან მხოლოდ იმისთვის, რომ თქვან, რომ საქართველოს არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რომ ჩვენი ქვეყანა ამას არ იმსახურებს. გისმენთ ლევან? არაფერი, ასე ვთქვათ, ახალი ამ განცხადებაში არ არის. ჩვენ პირდაპირ ხედავთ ხოლმე ეგრეთ წოდებული გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობაში, რომ შედიოდნენ აი იმ პოლიტიკოსებიდან, ესე ვთქვათ, მოწოდებებს, რომ არ ვიმსახურებთ შესვლას ევროკავშირში, არ უნდა მოგცენ, ხო? ის კაცი რო იყო, ბევრს რო იწევლებოდა, ხელები რო უხმებოდა ხოლმე, ხან მარცხენა, ხან მარჯვენა და ეხა მგონი, რა ვიცი, თავიც უხმება ნელ-ნელა, ისეთ განცხადებებს აკეთებს, მან პირდაპირ თქვა, ხო, ეს ყველაფერი. ასე რომ დიახ, ნაციონალურ მოძრაობაში, ნაციონალური მოძრაობის ორბიტაზე მყოფი პოლიტიკოსები პირდაპირ საჯაროდ ამბობენ, რომ არ უნდა მოგცენ სტატუსიო. ეხლა რა არის გასაკვირი იმაში, რომ ბრიუსელში ჩასული გამწარებული გიორგი ვაშაძე იგივეს გაიმეორებს. თავისუფლად შესაძლებელია ეს და მოსალოდნელია ეს ყველაფერი. ასე რომ დიახ, ოპოზიციას ეს აწყობს. არ მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, გამოიყვანენ იქ TikTok-ზე გაზრდილ თაობას, რომელსაც არც წიგნი წაუკითხავს, არც ლექცია მოусმენია, COVID-ს და მოესწრო მისი სტუდენტობის ძირითადი წლები და არაფერი დედამიწის ზურგზე არ იცის TikTok-იდან მიღებული ინფორმაციის გარდა, გამოვარდებიან ისინი ქუჩაში ამ კანდიდატის სტატუსის მიღების ჩავარდნის გამო, მერე გამოვარდება ვაშაძე, ეტყვის, რომ შემოარტყით წრე, მოვარდება პოლიცია, ატყდება ერთი ამბავი, ანუ 1000-ჯერ დაწერილი სცენარია ეს. ასე რომ მგონი ჩვენ ხელისუფლებაში ხო გვყავს მოღალატეები ამ ქვეყნის ძალიან ბევრი, მაგრამ ოპოზიციაც სავსე არის იმ ადამიანებით, რომლებიც ძალაუფლების მოსაპოვებლად მზად არიან, რომ პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით აი კოცონი დაანთონ რუსთაველის გახსნას. ბოლო დროს საკმაოდ მძიმე სტატისტიკები და კვლევის შედეგები ქვეყნდება ახალგაზრდების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ნაწილის ბუნებრივია, თქვენც ახსენეთ და ამ აზრს მინდა გავყვეთ, მაგალითად ნარკომანიის თემა, განსაკუთრებით მარიხუანაზე და ფსიქოტროპულ ტაბლეტებზე დამოკიდებულების საკითხია აქტუალური და ყოველი მესამე ახალგაზრდა აზარტული თამაშებით არის დაკავებული და სხვა ბევრი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, რა ძალიან გახშირებულია განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ამ კუთხით სრულებით მოუმზადებელია საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო, ჩემი აზრით.
იმიტომ რომ იქ უამრავი პრობლემა. აი რა იწვევს ამას? ცოტა არ იყოს სპეციფიკური შეკითხვა, ალბათ ეს უნდა დაუსვათ ან ფსიქოლოგს, ან და რას უპირისპირებს ხელისუფლება, მექანიზმი რა გვაქვს ლევანი იმისთვის, რომ რაზეც ილია ახლა საუბრობ და შევაჩეროთ ეს პროცესი. ერთსაც დავამატებ თუ შეიძლება, ნუ ბევრი დრო არ დაგვრჩა პრინციპში გადაცემის ამ ნაწილის დასრულებამდე. და მოკლედ ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს ხშირად გვიკავშირდებიან მოქალაქეები და გვეუბნებიან, გვაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დღეს არასრულწლოვანი პირებისთვის 14-13 წლის მოზარდებისთვის ურეცეპტოდ გაიცემა კონკრეტულ დაწესებულებებში ფსიქოტროპული მედიკამენტები. ჩვენ ამ საკითხის შემდეგ მომდევნო კვირებში უფრო ვრცელ დროს დაუთმობთ და უფრო ვრცლად განვიხილავთ, თუმცა ახლა მაინტერესებს ლევან თქვენგან რა მექანიზმს უკავშირებს მთავრობა ქვეყანა ამ მოცემულობას, რომელიც დღეს უმწვავესად დგას ჩვენს ქვეყანაში და რა მექანიზმი უნდა მოქმედდეს ერთგვარი რეკომენდაციებითაც რომ მივმართათ. 1000 პროფესიის წარმომადგენელია ჩვენს ირგვლივ და ამ ყველა პროფესიას თავისი პასუხი ექნება თქვენს კითხვაზე. მე როგორც პოლიტოლოგი და როგორც სოციალისტი გიპასუხებთ იმას, რომ მთავარი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამგვარ პრობლემებს ებრძვის ხოლმე, არის დასაქმების მაჩვენებლების ზრდა. ჩვენ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, აქვთ უამრავი თავისუფალი დრო, არ აქვთ შემოსავალი, ეს იწვევს დეპრესიულ ფონს, ეს იწვევს ნერვიულ დაძაბულობას. ვინც მოახერხა, გაიქცა და გაასწრო და ემიგრაციაშია, ვინც აქ დარჩა ჭაობში გრძნობს თავს და არანაირი ის არა აქვთ, აი თვითრეალიზების განცდა, რომ მნიშვნელოვანი და საჭირო ადამიანები არიან. აბა მუშაობდეს ვიღაც, თქვათ ქუთაისში, ზაოდში მცხოვრები ახალგაზრდა, მუშაობდეს ადგილობრივ, თქვათ შკოდას მეორე ხარისხოვან საწარმოში და აწყობდეს მანქანას, თუნდაც მანქანის პრობლემა, პერსპექტივა და უმუშევრობა. თავარი შრომა აკეთილშობილებს, შრომამ შექმნა ადამიანი, არა მხოლოდ შრომამ, მაგრამ შრომამაც და ასე რომ ეს შრომა და სამუშაო ადგილები უნიშნულოვანესია, მაგრამ ეს შრომა უნდა გიფასდებოდეს, თორემ სამუშაო ადგილები შეიძლება გარკვეულწილად არის, მაგრამ არ შეიძლება 24 საათიანი მორიგეობით 500 ლარს იღებდეს. სწორი ხარ, ილია, მე იმიტომ თქვი სიტყვა შრომა ეს არ არის მარტივი მოვლენა. ეს არ არის დილას 9 საათზე მისვლა სამსახურში და 6 საათზე წამოსვა. შრომა არის შემოქმედებით პროცესთან დაკავშირებული. იმაში თვითრეალიზებას უნდა ახდენდე, უნდა ფიქრობდე, რომ მნიშვნელოვან რაღაცას აკეთებ, რომ ინდუსტრიას ეხმარები, ქვეყანას ავითარებ, მის ეკონომიკაში შეგაქვს წვლილი, თორე ხა ზოგიერთ სუპერმარკეტში ტვირთს რო ათრევ, ამითი არ გაქვს ადამიანს შეგრძნება, რომ ამ ქვეყნის განვითარებაში იღებ მონაწილეობას. ასე რომ დასაქმება, ეკონომიკა, ინდუსტრია ესაა გამოსავალი, ერთ-ერთი გამოსავალი, რომ აი ესეთი სოციალური უბედურებებისგან გადავირჩინოთ თავს. დიდი მადლობა ლევან საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ანალიტიკოსი ლევან ლორთქიფანიძე იყო სტუდია ნომერ 8-ის პირველი ნაწილის სტუმარი.